ჯანდაცვა არ არის თემა, რომელიც უნდა იყოს ექიმების ექსკლუზივი. თვით დიაგნოსტირება და მით უმეტეს თვითმკურნალობა კიდევ უფრო მეტად შეიძლება გააძვიროს ხარჯი. ცალსახად რა, მაგრამ მაგას შევებრძოლებით ჯანდაცვის სისტემის გაუკეთესებით. პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაუმართლობა ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა მგონია საერთოდ. ძალიან გული მწყდება, რომ ეს ინსტიტუტი არის საშინლად მარგინალიზებული, განადგურებული. თუ ექიმ შეიძლება არჩევანი გქონდეს 5 წამალს შორის კონკრეტული ქრონიკული დაავადებების გადაწყვეტილად, ხო? სახელმწიფო სამსაფინანსეს მაგალითად არ და შეიძლება ის მე-4 და მე-5 წამალი იმ პრობლემისთვის იყოს ზედგამოჭრილი. ვილაპარაკებ ჩვენ ფარმაციასთან კორუფციულად შეკრულ ექიმებთან რა. მაგ მიზეზების გამო რომ სისტემაში გაუვართავობა, მე ყველა თითქოს ხელსაწმენს ამ ექიმებს. კი, მასია, მაგიტომ ექიმობა ძალიან სახიფათოა რა. პრობლემა ხო ხვდებით რომ მრავალსრიანია, მარტო ექიმის და კორუფციონერი ექიმის პრობლემა არ არის. მოგესალმებით, თქვენ უსმენთ პოდკასტ თაობის ხმა, რომელშიც განვიხილავთ სხვადასხვა აქტუალურ პრობლემას და ვცდილობთ ვიპოვოთ გამოსავალი მის გადაშეჭრილად. დღევანდელი ეპიზოდის წამყვანები ვიქნებით მე, გიორგი ხაინდრავა და ნინო გუგუნავა. მოგესალმებით მეც, მივესალმებით ჩვენს მაყურებლებს და მსმენელებს და დაგეთანხმები იმაში, რომ ამ პოდკასტის ნებისმიერ სერიაში ვცდილობთ ისეთი საკითხების წამოწევას, რომელიც აქტუალურია, რომელიც გვაფიქრებს და დღეს სწორედ ასეთ თემაზე ვისაუბრებთ. დღეს ვისაუბრებთ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე და ამ თემაზე სასაუბრად მოვიწვიეთ სტუმარი, ექიმი გასტროენტეროლოგი, ჰეპატოლოგი ჯაბა ზარქვა. გამარჯობა ჯაბა. გამარჯობა, მოგესალმებით. იმედი მაქვს, რომ საინტერესო საუბარი გამოგვივა. რაღაცნაირად ამ პოდკასტზე რომ მუშაობდით, მქონდა ჩანაფიქრი, რომ წაგვეყანა ორი სხვადასხვა გზით. ერთი გვინდოდა საკითხი დაგვესვა, რა არის ჯანსაღი ცხოვრების წესი, რა არის ზოგადად ადამიანის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, რა მნიშვნელობა აქვს პრევენციას და შემდეგ უკვე გვესაუბრა ქართულ ჯანდაცვის სისტემაზე და მის პრობლემებზე. ამიტომ, რა ვიცი, პირველი ალბათ შეკითხვით გადმოვიდოდი პირდაპირ თქვენთან, რა არის ჯანსაღი ცხოვრება და რა არის მისი რაღაც განუყოფელი კომპონენტები. ხო, კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის და ამ თემების აქტუალიზაციისთვის რა. ჯანდაცვა არ არის თემა, რომელიც უნდა იყოს ექიმების ექსკლუზივი რა. ჯანდაცვა არის ყველასი, ხალხის რა. ამიტომ ყველას მოსაზრება მნიშვნელოვანია. როგორი ჯანდაცვა გვინდა, თქვენ უნდა მითხრათ, როგორი გვინდა და მაგეთი ჩვენ უნდა უთხრათ, მე ერთად მოვითხოვოთ კიდევ უფრო დიდი მსხვილი უწყებებისგან რა. თუ ოდესმე გვეღირსება კარგი სახელმწიფო წესით ეს მასე უნდა დაალაგდეს. ეხლა ზოგადად ერთი რეცეპტი რა არის უეჭველი რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ ჯანმრთელი დაგვერქვას, ხო? ასე სტანდარტიზაცია ცოტა რთულია რა. იმიტომ რომ ნუ დაგვავიწყდება რა ხა ჩვენ ვართ სიტყვაზე ქართველები ამ გარემოში, ამ კლიმატში, ამ რაღაცა გენეტიკური ბექგრაუნდით მოსულები, იაპონელისთვის ჯანმრთელი ცხოვრება სხვა არის, რაღაცა აფრიკელისთვის სხვა არის, რაღაცა შვედისთვის შეიძლება სხვა იყოს, მაგრამ რა ასეც არ არის, რომ ხა თვალ არაფერი არ არსებობდეს რა, რაღაცა პრინციპები არის, რასაც უნდა ვაყოფილებდეთ რა, რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესით მაცხოვრებელი დაგვერქვას რა. აი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში სხვადასხვა სოციალურ მედიაში, აი რაღაც ჯგუფებში შემოხვედრია, რომ ფიზიკურ ჯანმრთელობასთან როდესაც არის რაღაცა რჩევა საჭირო, ყოველთვის ურჩევენ ვაჯიშს და სწორ კვებას. ხა გასაგებია რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ ამდენად მნიშვნელოვანია, რომ ამაში მნიშვნელოვანია. მე თვითონ გეტყვის, რომ კარგია რომ მაგას ურჩევენ, იმიტომ რომ ექიმების ნარჩევ, ფსევდოექიმების ნარჩევ ბევრ რაღაც სისულელეებზე მეტად ჯობია რომ მაგ Facebook ვიღაცა იუზერებს მოусმინონ ხოლმე ხშირ შემთხვევაში ადამიანებმა, იმიტომ რომ კი ზოგჯერ სიმართლე არის ძალიან ბანალური და მოსაწყენი და ვიღაცა ექიმებს რომ რაღაცა ეთაკილებათ ამ სიმართლის გამეორება, ხო რა, მე იწყება რაღაცა იმპროვიზაციები და ადამიანის ცხოვრების ხარისხით წყალი, ადეკვატურად ფიზიკური აქტივობა, მაღალი ყვება, რეგულარული junk food-ი შორს, შაქარი შორს, ეს არის ჯანსაღი ცხოვრება რა, მარტივად ძილის მოწესრიგებული. ეხლა ამას ჩაშლა უნდა ეს მასე ჩამოვარაკრაკეთ, ასე მარტივად არ გამოგდის რა. ხშირად ეს არ არის ჩვენზე დამოკიდებული რა. აი ზუსტად მაგას მინდა რომ შევეხო, რომ რაღაცნაირად პრინციპში ეგ დებულებები, რომ კარგად ვიყვებოთ, ძილ-ძილის რეჟიმი მოვიწესრიგოთ და სპორტით დავკავდეთ, არის მაინც რაღაცა მასობრივად გავრცელებული მოსაზრება და ინფორმაცია არის, რომელიც ყველა მიცის, მაგრამ ამ კუთხითაც მე მგონი ვერაუვლით გვერდს იმას, რომ ცხოვრობთ საქართველოში, ჩვენს ეკონომიკურ პირობებში და ჯანსაღი ყვება არის ძვირი,
სპორტი ხანდახან არის, ხანდახან არა ხშირად ცოტა პრივილეგიაც კი. და მაშინ როცა თუნდაც აქცენტს ვაკეთებთ ახალგაზრდებზე, რაღაც როცა შეიძლება განვითარებულ ქვეყანაში ეს არის რაღაც თუნდაც საგაკვეთილო პროცესებში რაღაცა შეტანილი გაკვეთილი სახედი იქნება ეს ცურვა, კალადბურთია, ასე შემდეგ ჩვენთან რაღაცა სხვა აქცენტები იყოს ჩაოლებრივი მომენტი, მაგალითად სპორტული აქტივობები ხო, თუნდაც ბავშვისთვის რო ვთქვათ. ანუ ეს რატომღაც ჩვენთან თითქოს არის რაღაც პრივილეგია და მეორე ხარისხოვანი იყო ხა მე რა სკოლაში 36 წლის ვარ ხა მე რო სკოლაში ვსწავლობდი ფიზკულტურის გაკვეთილი იყო გაკვეთილი რომელიც ცდებოდა რა ეხლა დიდად ფიზკულტურის გაკვეთილი რაღაცა აქტიური გაკვეთილი არ იყო ხო და დღესაც არ მგონია რომ რამე შეცვლილი იყოს არა და ეგ ელემენტარული ხო შეიძლება რა ის ფიზკულტურის გაკვეთილი მართლა ფიზკულტურის გაკვეთილი იყოს აუცილებელი არ არის რომ ყველა ადამიანისგან ეხლა ჩვენგან ის ვერ დადგება ეხლა ყველასგან არც არის ჩვენი საქმე რომ ათლეტები და რაღაცა ოლიმპიური ჩემპიონები დადგეს ეს არც უნდა იყოს სახელმწიფოს გათვლა მე რო სახელმწიფოს ადგილას ვიყო ფიზიკური აქტივობა ხელმისაწვდომი ეხლა ეს სათქმელად მარტივია მაგრამ მაგას სწორ რაღაცებს ვამბობთ ეხლა რომ აქ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე უნდა ვილაპარაკოთ რა როცა რაღაცა პარკში როცა ჯიმი რთულად ხელმისაწვდომია ხშირ შემთხვევაში რა ვიცი რამდენი ჭირდება აბონემენტს რაღაცა 200 ლარი 250 ლარი ეხლა ვისაც აქვს საშუალო შემოსავალი ნუ კაი დადის და არ არის პრობლემა მაგრამ სტუდენტებს არ აქვს მაგდენი შემოსავალი ჯიმს დავამატეთ ეხლა თუ ავიყვან მე ეხლა ვარჯიში რო არ იცის ვარჯიში ხო შეიძლება სახიფათო გახდეს თუ არ იცის შეიძლება დაიტრამო და რაღაცა დაიმართო ხო იქ ტრენერი დაგჭირდება ის კიდევ რთულია კიდევ უფრო მეტი ფული უნდა გადაიხადო ამას მოყოლებული ჯანსაღყვებაზე რომ ჯერ ჯანსაღყვება არც ვიცით იდეაში როგორც არის ეს ექიმებში სერიოზული პრობლემაა და არა თუ იმაში რა არა ექიმებში და იმიტომ რომ მან ცოტა ისეთია რა ბეჭვის ხიძზე უნდა ვიაროთ რომ მან დარწმუნებული ჩაციკლა არ ვარ გააც რაღაცეების გაბიაყება ზოგადად პრინციპები უნდა იყოს ძვირია როგორც ნინო თქო გარდა ამისა ხშირად არის რომ არახარისხიანია ხო, რა თქმა უნდა. კონტროლებადიც არის სახელმწიფოში ისეთ დონეზე, როგორც უნდა იყოს. მეორე ის სპორტზე რო ვთქვათ თუნდაც ხო სპორტულ აქტივობებზე არის ის საკითხი, რომ კი ზოგან ძვირია, მაგრამ არის შემთხვევები, როცა სახელმწიფო აფინანსებს, მაგალითად ზოგიერთ სოფლებში და მაღალმთიან რეგიონებში არის მაგალითად ეგ შემთხვევა, რომ პროგრამების ხარჯზე მაგალითად ბავშვს შეუძლია რომ მაგალითად იაროს ჩაოლებრივად ხო სპორტზე, მაგრამ მთლიანობაში ქვეყნის მთლიანი მოსახლეობა რო ავიღოთ ხო მაინც არ არის ხელმისაწვდომი თითქოს მართლა რაღაც პრივილეგია თითქოს როგორც ეგ ნინანამ თქვა რა თქმა უნდა კი არა მასეა და თან ქალაქიც მოწყობილი გვაქვს რა ისე სხვანაირად რა მაგალითად ევროპის ქალაქებში ვინც ვართ ნამყოფი ახლა პირველი რაც თვალში მოხვდება რომ აი სადაც ფეხი შეგვიძლია ან პარკია ან მწვანე სივრცეა ან რაღაცა საველოსიპედო რაღაცა არის ანუ ძალიან უნდა მოინდომო რომ ჯანსაღი ცხოვრებით დაკავებისთვის დიდი ძალისხმევა არ გჭირდება რაღაცა ჯიმში 20 ფუნტს ვიხდით თვეში და ძალიან ხელმისაწვდომი 60 წელს გაცილებულებისთვის რაღაცა მუნიციპალური აუზი უფასოა და რაღაცებზე ზრუნავს რა სახელმწიფო. აქ პარკამდე იმით უნდა მიხვიდე მანქანით, პარკში რაღაცა ბილიკებზე სიგარეტის წევალ და რაღაცა ხალხს უნდა სლალომები ტურბი ჩაუარო გვერდი რომ რაღაცა სირბილი შეძლო და მაგეთ აქ სერიოზული პრობლემებია და ეგ არ არის ადამიანის პრობლემა, ანუ ადამიანის ქცევას განაპირობებს გარემო რა. როგორი გარემოც არის ისე ვიქცევით რა, როგორც წესი. და გარემო არის თუ არის ასეთი, საზოგადოებაც არის ასეთი მერე რა, მაგიტომაც გვეყოლება მეტი ჯანქი, ნაკლები ჯანსაღი ცხოვრებით მაცხოვრებელი და გარემო რა შეიცვლება, თუ ვინმეს ეს მოუნდება და სერიოზულად დაკავდება, აგერ ნახავთ როგორ შეიძლება ადამიანის ცვლილა. თქვენ თავზეც რო იფიქროთ რა, ანუ აი ყველა ხა თქვენ თავს რო დაუსვათ კითხვა, აი ნეტა ხა იდეალური ჯანსაღი ცხოვრების წესით ვერც მე ვერ თქვენ და ვერავინ ვერ ცხოვრობს, ხო? აი რა არის ლიმიტაცია, აი რატო ვერ ცხოვრობ ჯანსაღი ცხოვრების წესით და ჩამოთვლით რა, იქ მიზეზებს რაღაცა ზვირიღის რაღაც ფული არა გვაქვს, რაღაცა ვერ მივდივართ, რაღაცა გვეზარება, რატო გვეზარება, ხო, ტყუილად. იმიტომ კი არა, რომ არ არსებობს ფიზიკური აქტივობა, რომ ადამიანს ვერ შეუყვარდეს რამე, რა, აუცილებელი არ არის ჯიმი სიტუაციაზე ვთქვით, რომ აუცილებელი არ არის ყველა რაღაცა უკდავი ცხოვრების რამე ფორმულა კი არ არის, ხო, რამე ფიზიკური აქტივობა შანსი არ არის, რომ რამე ადამიანს ვერ შეიყვაროს რა, არ მოსწონდეს რა. ხო და ძალიან გავლენას ახდენს პრობლემები გვაქვს რა მაგრამ პრინციპში ხა მაგაზე ორი აზრი არის კიდე რასაც შეგვიძლია რომ შევეხოთ ჯანსაღი ცხოვრების კუთხით ალბათ არის ეს ჩეკაპის კულტურა და პრევენციის რაღაცა ის ზომები რაც ინდივიდუალურად ადამიანმა უნდა მიიღოს იმისთვის რომ რაღაცა გართულებები აიცილოს თავიდან მაგრამ აქაც დგას ის პრობლემა რომ ეს რამდენად ხელმისაწვდომია იმიტომ რომ რაღაცა ბოლო ხანებში რო უკვირდები ბოლო 10 წლეულის მანძილზე იქ მithom სახელმწიფო თავისი კამპანიებით ცდილობს იქ კლინიკები თავისი მარკეტინგული გუნდებით ცდილობენ რომ აი ჩეკაპის პოპულარიზაცია მოხდეს
მაგრამ რამდენად რეალურად მაგას არ ვეძახი მე ჩეკაპს რა. ეხლა რაც ხდება, აი რაც ჩემი თაობის ადამიანებში უყურებ, რომ აი 35-40 წლის ასაკის ადამიანები ცოტა ფული იშოვეს და ეხლა ჯანმრთელობით უნდა დაკავდნენ, უმეტესობა მათგანი იკეთებს სულელურად ანალიზებს რა. ანუ საერთოდ ვერაფერს ვერ შეუძლია. კლინიკებსაც სულელურად ჩამოყალიბებული და არა, კლინიკებს რა, კლინიკა ხო კერძო კლინიკაა, რაც მეტი გაიგეთებს ანალიზს, მით უკეთესი რა, იქ უნდა იცოდეს, ვიღაცამ უნდა დანიშნოს ეგ ანალიზები რა. ადამიანს ხშირ შემთხვევაში მინახავს არაერთი პაციენტი, რომელიც რავი გადის ამ ჩეკაპს, მაგრამ რო უყურებ, მაინც დაავადების დიაგნოზი და უსვი რაღაცა, ხო? რომელიც ვერ აირიდა იმ ჩეკაპით. ანუ ჩეკაპი არ არის თვითონ რაღაცა ის რელიგია, რომ ამას ვეთაყვანოთ რა. ჩეკაპი ხა როგორ დგება რა? ყველა ქვეყანა წესით აქვს თავისი რაღაცა პრიორიტეტული დაავადებები. მაგალითად, ხალხი გვიკვდება გულსიზრხთა დაავადებით, გვიკვდება რაღაცის კიბოთი, გვიკვდება რაღაცის რაღაცით, ხო? ეხლა ყველა ამ დაავადებას მე აქვს თავისი ჩაშლა. მაგალითად, ნაწლავების იმსივნე თუ არის პრიორიტეტული, უნდა ვიცოდეთ სტრატეგიების და სტატისტიკა, რომ რაღაცა პირველ სამეულში თქვათ, ქალებში და კაცებში არის ნაწლავების იმსივნე კლავს. რა ვქნათ ამისთვის? ექვემდებარება თუ არა სკრინინგს? კი ექვემდებარება. რა არის სკრინინგისთვის ჩაწირო? აი, აგე კოლონოსკოპია. როდის ურჩიო კოლონოსკოპია 45 წლიდან და მერე ჩაიშლება ეს ყველაფერი, ანუ მერე მოყვება ამ მსჯელობა რა. ასე უაზრო ჩეკაპი, მოდი ჩეკაპი გავუკეთოთ ისეთი რაღაცის, რაც პრიორიტეტული ჩვენი ქვეყნისთვის არ არის, ეგ ფულის წყალში რა იქნება რა. იქ ადგილზე არის. აი, ჩვენ მაგალითად ერთხელ ძალიან არ დამავიწყდება, ერთი ამერიკელი ექიმი იყო, სტუმარი რა, ჩამასული და ძალიან ისე რა ოპტიმისტურად გველაპარ რაღაც იქვე დავსერჩეს რაღაც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, ჩვენს აბსოლუტ ჯანდაცვის სისტემა არ არსებობს, ვართ ღარიბები, ომები, უბედურება და რაღაცა არც ისე დაბალი იყო რა, მოკლედ ჩვენი კონტექსტის გათვალისწინებით რა. კაცებში და ქალებში კიდევ უფრო მაღალი იყო და აი მართლა პირველი რო დაჯდეს წესით ეხლა ჩვენი სახელმწიფოს ჯანდაცვის სამინისტრო უნდა ფიქრობდეს ამაზე და დაავადებათა კონტროლის ცენტრი რომ რა კლავს ყველაზე მეტად რა, რა ვიცი, გულსიზრხთა დაავადებები და ონკოლოგიური დაავადებები, ხო? ონკოლოგიური დაავადებებზე მე და გულსიზრხთა დაავადებებზე უნდა იფიქრო, აი მაგაზე უნდა იფიქრო ჩეკაპზე. იქ რა არის მიზანი, ხო? სიმსუქნე შენი მიზანი. ვა, სიმსუქნეს რა უწყობს ხელს? სკოლა ყვება დარღვეულია რა, სკოლაში ბავშვებს მოდი კაი ყვება ვასწავლოთ, იმიტომ რომ სკოლაში რო ცუდად იყვება, სახში მოდის მე რა ბევრ ტკბილეულს ჭამს რაღაცა, მე გასუქდება გზა და ამ შემდეგ რა, ანუ მაგეების ჩაშლა მე მოხდება რა, მაგრამ ამაზე ასე ამაზე სახელმწიფო არც იფიქრებს თუ არ მოთხოვეთ რა. მაგიტომაც ხალხმა მოთხოვოს ეგაა საჭირო რა რომ აი მაგის თქვენდა ზუსტად რომ როცა უკვე მოქალაქე ხედავს იმას რომ მაგალითად თუ მივა სამედიცინო დაწესებულებაში და შედეგს ვერ დაინახავს ხო გარკვეულწილად უჩდება ექიმისადმი უნდობლობას ხო და ხშირად ამის გამო მე შეიძლება მიმართოს მაგალითად თვითდიაგნოსტირებას ან რაღაც თვითკურნალობას ხო და ამან შეიძლება უფრო სავალალო შედეგები გამოიწვიოს ვიდრე შეიძლება თუნდაც ის ჩეკაპი რო ჩაიტაროს იმით დაუდგეს ხო ოკეი გავიგე მაგრამ ეგ როგორი ამბავი ხა ეგ პრობლემა ხა თვითკურნალობები საეჭო რაღაცა პერსონაჟების მიერ დანიშნული მკურნალობები ამას პრობლემის მიზეზად ხო არ უყურებ რა ამას უყურებ უფრო სიმპტომად რა სადაც სისტემა მორღეულია სადაც არ არის ახლა სისტემა ძლიერი და მაგას უყურებ როგორც რაღაცა დიდ ცალკე პრობლემის სათავედ არ ამშვენ მედიცინის სისტემა რო გაიმართება ექიმი რო დაემსგავსება მართლა ექიმს იქ აპრიორი შემცირდება ამ ჭხიბავების და მკითხავების და ვიღაც საეჭო ხალხის როლი რა და მეორე თან ექიმი დაემსგავსოს ექიმს ერთია და ჯანდაცვა რო ხელმისაწვდომი არ არის ხშირად არის ეგ პრობლემა ერთ-ერთი მიზეზიც მაგისია იმიტომ რომ ექიმთან მისვლას როცა პაციენტის უწევს თავის დაფინანსება ასე ძვირი ჭირს ანალიზის გაკეთება კვლევების ჩატარება წამლების მოპოვება რომლებიც ისედაც დეფიციტურია და მთელი ეს სვალება და იქ იმას თუ გონია რომ ხშირად სხვა საშუალება არ აქვს ანუ არა მესმის ეს მიზეზები ძალიან ნათელია მაგრამ მაინც ისიც უნდა აღინიშნოს რომ თვითდიაგნოსტირებამ და მით უმეტეს თვითკურნალობამ კიდე უფრო მეტად შეიძლება გააძვიროს ხარჯები. ცალსახად რა, მაგრამ ეგ არის მაგას შევებრძოლებით ჯანდაცვის სისტემის გაუკეთესებით რა. ჯანდაცვის როცა გახდება უკეთესი, ეგ აპრიორი შემცირდება ხა არავინ არ არის თავის მტერი, რა ვიცი, ძალიან იშვიათია გამონაკლისები, აგერ სტივ ჯობს მაგალითად დიაგნოზი დაუსვეს დროზე, მაგრამ ნუ რაღაცა უნდა ჭხიბავით ამ კურნალობა და წავიდა და მოგდა ისეთი პრობლემით, რომელთაც შეეძლო იდეაში ეცოცხლა რა და ასეთი ცოტაა ხა რა, ყველას მასე თავისი ნებით არ არჩევს რომ მედიცინას არ ენდოს და რაღაცა მშხიბავებს ენდოს რა, ასე რომ აი ახსენეთ რომ თუ ჯანდაცვის სისტემა როგორც გამოსწორდება, ავტომატურად მოიკლებს ხო მაგალითად ამ მშხიბავების და სახალხო მედიცინის მკურნალთა რაოდენობა. ესე იგი გამოდის რომ გვაქვს სერიოზული პრობლემები და გარღვევები ჯანდაცვის სისტემაში ხო და გაუმართავია ეს სისტემა. აი მოდი მაგაზეც რო ნელა გადავიდეთ და ამაზე რო ვილაპარაკოთ. ძირთად რა პრობლემებს ვაწყდებით? თან აი ვიცი რომ მაგალითად ნინოს ძალიან აწუხებს, საკეთებ თვითონაც სამედიცინო სტუდენტი არის და
აი თქვენ რა პრობლემებს აწყდებთ? აი მაგალითად აი პირველი რა მოგდით თავში, როცა ჯანდაცვისანის პრობლემებზე ფიქრობთ? აი როგორც არა ვთქვათ, არა აქეთაფხრის აქტორია, რამეთ აი რაღაცა აი მე პრინციპში ორივე ნაწილში პირველი როგორც პაციენტიც და მე რაღაც როგორც ცოტა პროფესიულად მაყოლფრით დაინტერესებული, მე მაინც პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაუმართავობა ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა მგონია საერთოდ. რაღაცნაირად ზოგადად ამ თემასაც რომ ამუშავებდით მე და ხაი რაღაც ცდილობდით გაგვიყო ეს საკითხები და რაღაცნაირად ერთ-ერთზე შევჯერებულიყავით, მაგრამ არ გამოგვივიდა, იმიტომ რომ მე რაღაცნაირად ცოტა ოჯახის ექიმების ინსტიტუტი ზოგადად ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია. ჯერა რომ თერაპევტობა არის ძალიან რთული საქმე, მაგრამ რა ვიცი, თქვენ ასე თქვენ, მე ცოტა მგონია ცოტა ბუტაფორეულია რა ჩვენ ქვეყანაში ოჯახის ექიმის ინსტიტუტი. რა მეც გავზიარებდი, შენ როგორ შეხედავდი ამ მე მგონია რომ კი ბატონო არის რაღაც რამდენიმე და შეიძლება ბევრი ოჯახის ექიმის რომელიც ამ პროფესიას ცოტა ცუდად რო თქვა სახელს უტეხს, მაგრამ მგონია რომ ეს პრობლემებიც არის გამოწვეული ისევ სისტემის გამომართვების ხარჯზე. თუნდაც იმითი მაგალითად რომ არის რაღაც ჩარჩოები, ხო, ამ სფეროში მაგალითად რომ კვლევები არის ლიმიტირებული. იმით რომ ანაზღაურება აქვს ექიმებს ძალიან დაბალი და ზოგადად ტექნიკურ დეტალებზე ბევრი დროის ხარჯვა უწევს. ასევე ის რომ რაღაც ეროვნული გაიდლაინები არის მოძველებული. და რა ვიცი, ანუ ოჯახის ექიმებს ზოგადად პოტენციალი გვაქვს, მაგრამ რო რამე ანუ რესურსის დეფიციტი არ გვაქვს. არ ვიცი, კითხვის ნიშნის ქვესკას და რაღაცნაირად არ მინდა ისე გამოვიდეს რაღაც ოჯახის ექიმების მარგინალიზაციას ვეწევით, არ არის მასე. ზოგადად ექიმის ინსტიტუტის სერიოზული პრობლემა დგას, იმიტომ რომ მეც რაღაცნაირად ამ საკითხზე როცა მიფიქრია, მგონია რომ ექიმობა ცოტა სხვა პროფესია ეხა. ვისაუბრებთ იმ რაღაც განათლების ლუკებზეც, ვილაპარაკებთ იმ ანაზღაურების პრობლემებზე და ასე შემდეგ, მაგრამ აი ექიმს არ ამართლებს ეგ რომ აი ეს არ არის ხა და მოდი მე ვერ ვიექიმებ ხა რა მასე არის არ ამართლებს, მაგრამ ხო ნუ თავარია ხო ძალიან რთული თემა, აი ხა ორივე აზრს იდეაში ვიზიარებ რა ზოგადად ეგ პირველ ჯანდაცვის მეც ასე უყურებ რომ ჩვენაერ ქვეყანაში როცა ვართ ღარიბები ჯობია დაავადება არ დაგვემართოს და ყველაფერი ვქნათ რომ ავირიდოთ თავიდან ვიდრე დაგვემართოს და მერე სერიოზულ ხათაბალაში გავეხოთ. იმიტომ რომ ერთი რამე გვახსოვდეს რომ 3 მილიონიანი ქვეყანა ვართ, 3 მილიონიან ქვეყანაში იშვიათი დაავადებების ექსპერტები ვერაზროს ვერ გვეყოლება, იმიტომ რომ საქმე ვერ ექნება ხა აქ რაღაცა უიშვა მილიონში ერთი დაავადების ექსპერტი და თუნდაც 100,000-ში ერთი რო ვლინდება, საქართველოში ხა მარტო 20 პაციენტი რომ მიიღოს მთელი ცხოვრებაში მასე ხო ვერ იქნება ექიმი დახელოვნებული, ხო? ანუ ყველა ვარიანტში იშვიათი დაავადები დაჟეო ძვირი მოუწევს აი ექსპერტის ნახვა, წასვლა სხვა ქვეყანაში, მეტი ხარჯის გაწევა და ასე შემდეგ. ანუ ძირითად დაავადებებს ახლა რაც ხშირად ხდება, აქ მეტი დახელოვნებული ადამიანები შეხვდება ხოლმე რა, უფრო მეტი შანსია ამის. და ეს ძირითად დაავადებებს ახლა ოჯახის ექიმებმა და პირველ ჯანდაცვა უნდა აიღოს ძალიან დიდი ტვირთი და ძალიან გული მწყდება რომ ეს ინსტიტუტი არის აი საშინლად მარგინალიზებული, განადგურებული და რატო ახლა მე მქონია ოჯახის ექიმებს მაქვს ყოველდღიური და მქონია ისეთი რა კოლეგიალური შეხებაც აი მაგალითად ჩემი საქმის ახლა რას ვაკეთებ ამბულატორიაში ვიღებ პაციენტებს, ხო? ჩემი საქმის 60-70% წესი არის ოჯახის ექიმის საქმე. რა ხო, იმას ვარ ჭირდება ის სპეციალისტთან, რაღაცა შეკრულობის სამართავად, სიტყვაზე გაურთულებელის და ჰელიკობაქტერიის პირველი მკურნალობის დასანიშნად არც ერთ ქვეყანაში არ ალოდინებენ 3 თვეს პაციენტს ეგეთთან მოსათვის სპეციალისტს ვარო ნახოს, ხო? და მე მქონდა მცდელობა ამაზე, რომ და კიდევ მექნება მომავალში მცდელობა, რომ აი ოჯახის ექიმებისთვის მინდოდა რომ ეს პრობლემა გადამემბარებინა. მეთქი მეც უფრო საინტერესო პაციენტს მივიღებ, უფრო ისეც რომელიც მაინტერესებს თქვენს გეყოლებათ მეტი ნდობა გაგეზდებათ და რაღაცა თემები არის თან რაც არის პროტოკოლური რა არ ჭირდება იმას დიდი რაღაცა ანალიტიკური სკილები და რაღაცა დიდი ტვინი და ჭკუა გონება რა ანუ შესრულებადია და უეჭველი გაკეთებადია რო ჩავეძიე ხა მიზეზებს რა მანდ გამოვყავ ეს მიზეზები რა სხვა ჩორს რაც ახლა ვლაპარაკობდით რომ ხშირად ოჯახის ექიმებს მასე არ უყურებ რა ხა ოჯახის ექიმი რახან არის ლუზერია და ჭკუა არ აქვს და ხა ვერ შედგა და მაგიტომ არის ოჯახის ექიმი არავითარ შემთხვევაში უბრალოდ არ იყენებენ სწორად რა ანუ იმას დავალება ლეგიტიმაციას არ აძლევს მეტი არც პაციენტი არ აძლევს მეტ ლეგიტიმაციას არც თავისი კომპანია არ აძლევს და ის საერთოდ თავისი კომპანია და აქეთ სპეციალისტის აი რომ მინახავს რა რაღაც кейსებს მე რო არჩევდით რა მეთქი აი ამ დანიშნულებას ხო ხედავ რომ აი უეჭველი არასწორია მეთქი ახლა ვლაპარაკობ და თან ხვდებით ხო რომ აი შეხედა სწორი რა არის და ეს კურნალობა უნდა დაგვენიშნა რატო დანიშნე მეთქი უეჭველი არასწორი რა ხო იმიტომ რომ აგერ მე სპეციალისტი რაღაც დამირეკავს და რაღაცა შეურაცხყოფას მომაყენებს და არ ყოფნის ავტორიტეტი რომ იმას ვეძობა შეიძლება იყოს რომ მაგალითად ბევრი მედიკამენტი არის ლიმიტირებული მაგალითად თუ ექიმ შეიძლება არჩევანი გქონდეს 5 წამალს შორის კონკრეტული ქრონიკული დაავადებების გადაწყვეტილად ხო სახელმწიფო სამსაფინანსეს მაგალითად არ და შეიძლება ის მე-4 და მე-5 წამალი იმ პრობლემისთვის
იყოს ზედგამოჭრილი, მაგრამ ვერ დანიშნავს იმ. ან დაზღვევის პაკეტიდან გამომდინარე და კიდევ რა საფინანსებს სახელმწიფო ისედაც ან სხვა ყველა მიზესთან ერთად რაც აქამდე თქვით ხო, ოჯახის ექიმებთან დაკავშირებით, აი რაღაც უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამებიც მაგალითად არ არის ძალიან მოწყურებულები არიან ცოდნას. კი ბატონო, და ძალიან რეგიონებში თან თავისი ცირიანესღაურებით უწევთ ისედაც ამის დაფინანსება. ან დაუნაზღაურო, სადაც აი ხელი ჩაუვარდებათ მართლა რომ მოусვენ და მაგაზე როგორ გულიმწყდება ისიც რომ აი თუნდაც ფარმაცია ვილაპარაკებ ჩვენ ფარმაციასთან კორუფციულად შეკრულ ექიმებთან რა. ფარმაციას ხო შეუძლია რომ მართლა კაი საქმე გააკეთოს რა. გადაუხადო სპიკერს ფული და ღმერთმა შეარგოს ის ფული სპიკერს რაღაცა კომპანია, მაგრამ იმან მართლა კარგი მოხსენება წაუკითხოს თქვა რეგიონის ოჯახის ექიმებს, რაღაცა ვიღაცებს, თორე რო იცოდეთ რა სისულელეებს უკითხავენ, ისინიც მერე გებულობენ ამ სისულელეებს და ავრცელებენ სისულელეებს და ამ სისულელეებში მერე იხარჯება იმდენი ფული, აი მარტო ჩემს სფეროში სისულელეებში იხარჯება იმდენი ფული, რა ეგ რა აი დამათრევინად ცალკე ავიღოთ და რაღაცა პროგრამას ავაწყობდით რა კარგს რა, რაღაცა კიბოს სკრინინგის პროგრამა მართლა გამართეთ ზედმეტი იმის გარეშე რა, იმიტომ რომ საშინელ კორუფციასთან და აი რაღაცა უაზრობასთან გვაქვს საქმე და ეგ როგორ და როდის გვარდება ეგ პრობლემა ვიცი რომ როცა სახელმწიფო ეხა სახელმწიფო არიღებს არ პასუხისგებლობა ეხა შენ თავში შენ რას გინდა ის უკენი შენი ფულით მიდი გინდა აქცად გინდა თურქეთში წადი თავში გვაგიხლია მაგრამ სახელმწიფო როცა დაევალება ან კერძო სადაზღვო სისტემას თუ დაევალება ვიღაცა მოგა ჩვენი ჯანმრთელობის ხარჯები უნდა დააფინანსოს რა პაციენტი ჯიბის ფულით არის კატასტროფა არც ერთ ქვეყანაში არა ჯიბის ფული არ აქვს იმდენი რომ სამედიცინო ხარჯები ჩვენ თავზე ავიღოთ იმიტომ რომ ზოგჯერ კი არის 200 ლარი სამედიცინო ხარჯი, მაგრამ ზოგჯერ არის რა ვიცი 200.000 იქნება რა სამედიცინო ხარჯი და მაგიტომ არის რომ ყოველდღე აგერ რო შეხვიდეთ Facebook-ზე ან ვიღაც სახს ხედის ან რაღაცა მოწყალებას ითხოვს და ან რაღაცა უწევს ისეთ ცუდ მდგომარეობაში ყოფნა რა. ამიტომაც ეს ფული სადღაც უნდა იყოს რა, მედიცინა უნდა იყოს მედიცინა ყველა ვარიანტში უნდა იყოს სახელმწიფოს ასე ვთქვათ პატრონაჟის ქვეშ. ასე თვით დინებაზე მიშვებული მედიცინა ასეთი არ არსებობს ხო? ეგ გამოცადა იმან რა სახელმწიფო და ამას თავისი მინუსიც აქვს. რო ჩდება საერთო ფული, აი მანდ ახლა მე შე რო ხარ სახელმწიფო და როცა ამბობ რომ მაქვს მე დაუშვათ რაღაცა 100 ლარი რომ დავაფინანსო ისა, აი მე იწყებ უკვე მაგ 100 ლარის დაზოგვაზე ფიქს. მე ეუბნები მიდიხარ რომ მოდი რა რამ პროტოკოლი შემიქმნე ხა შენ ამას ნიშნავ, ეს ამას ნიშნავ სად ვარ ხო მე ჩირავნიკი ვარ ხო რა ეხა სახელმწიფოს მაგის ფული არ აქვს აქვს პრიორიტეტები არ აქვს არა აქვს პრიორიტეტები არ აქვს სახელმწიფო ხარჯავს 1000 სისულელეში ფულს მაგეთი ჩვენ სფეროში მართლა რამდენი რამის პროგრამა აღწოდა 1000 სისულელეში ხარჯავს ფულს ცოდნა არ და მე არ მაქვს იმის ილუზია მაგიტომ ეს ქაოტური და ფრაგმენტური რაღაცა პროგრესი ხო ძალიან მესასაცილოება რა ძალიან მესასაცილოება მაგალითად აი რაღაცა ადრონული თერაპიის კოლაიდერი და რაღაცა ფანტასმაგორიული მკურნალობების პიარი რო სახელმწიფო ამას აშენებს როცა ვხედავ რომ ელემენტარული სიმსივნისთვის მორფოლოგიური კვლევა არ არის საქართველოში წესი არათხალ მისაწვდომი და უამრავი შეცდომის გამო პაციენტი იმაში ამოწურვა გერმანიაში მიდის ან თურქეთში და ანუ რა ის ადრონული თერაპიის დიაგნოზი ელემენტარულია მასე ვერ ვითარდება ანუ რაკეტას ვერ გაუშვებ კოსმოსში თუ ის არ გაქვს რა რაღაც სათამაშო თვითრნავი მაინც რა გამოშვებული რა მასე ეგ ლოგიკურად უნდა იყოს ეგ პროპაგანდა მედიცინა ძალიან აზიანებს რა ძალიან საშინლად რა ხო და თითქოს აი ბოდიშვენ ჩაგეჭენინანო მაგრამ აი თითქოს მაგ მიზეზების გამო რომ სისტემაში გაუართავობა მე ყველა თითქოს ხელსაწმენს ამ ექიმებს ხო მართალია კი მასია მაგიტომ ექიმობა ძალიან სახიფათოა რა ამიტომ ექიმი ძალიან მე ძალიან ვფრთხილობ პაციენტთან კომუნიკაცია აქ თბილისში როგორიც მაქვს აი მართლა ხარ მიფიქრე რომ რაღაცა ვაშინგტონში რო ვიყო ექიმი ან ბერლინში ის სხვანაირი რაღაცები სხვა ჩელენჯები მექნებოდა რა და რაც აქ მაქვს რა იმიტომ რომ აქ ძალიან სიფრთხილით უნდა იარო დანის პირზე დადიხარ იმიტომ რომ რაღაცნაირად სულ არ მინდა რომ პასუხისმგებელი გამოვიდე რაღაცა ამ სალობიოზე და ანუ სისტემის სახელით პაციენტს ვერ ელაპარაკ წესით რომ ექიმთან მიდიხარ კარგ ქვეყანაში უნდა დახვდეს ექიმი ასე რომ აი გთავაზობთ ამ კურნალობას და მე პაციენტი არ შევა პაციენტი იმაზე ფიქრობს რომ გვერდით მონები აქვს რაღაცა როგორ და ამის ფუფუნება აქვს პაციენტს კარგ ქვეყანაში აქ რა არაფერს არ გთავაზობს სისტემა რა აქ პაციენტს უნდა რა მკურნალობები არსებობს რის შეძენა შეძლებს და მთელი ფინანსური ბუღალტერიაზე მაგდეზე მართლა ჩემს კოლეგებთან უცხოეთში ამერიკაში იმაში რომ გამირჩევია რაღაც კეისები სულ მაგას ვახსენებ რომ მეთქი ეს კი გავიგე რომ ამას დიცია უნდა დავნიშნავდი ამ წამალს მაგრამ მოდი ვიფიქროთ ფულზე ხა რა ეს არ იყიდება აქ მეთქი ამ წამალს ვერ იყიდის $1000 დაუჯდება თვეში მთელი ცხოვრება უნდა იხადოს საიდან ვერ იმას იზობს ანალიზებისთვის უნდა იხადოს მაგდენი ფული და მაგაზე მე ცulis ხა
მიდგომას რა, მე რაღაცებს ვეღარ ნიშნავ ისე, როგორც იცი, რომ უნდა დაგენიშნო. ისე გამოდის, რომ step by step უნდა მიყვოს ზოგადად სახელმწიფო და აიღოს პასუხისმგებლობას რო იგრძნოს, მე იმას იზამს. კი, გასაიზამს. არ გამოდის არც სახელმწიფოს გარეშე და ხანდახან სახელმწიფო ძალიან ანუ ჩვენ ეხა მქონდეს თვითონ ექიმებიც შე შემთხვევაში. ჩვენ სამს რო მქონდეს აქ ეხა 20 ლარი და გშიოდეს, ხო? ხომ მოვთხოვთ ერთმანეთს რომ პურზე რო ჩაგიშვებ და რაღაცა პური ამოიტანო და რო წახო ტოტალიზატორში რო დადოს 20 ლარი. პასუხს მოვთხოვთ რომ გშია და საწაიღე ჩემი ფული რა რატო სადახარჯე ხო და ასე ეს საერთო ფულის ნება არ არსებობს. ანუ არ ეხტი სახელმწიფო არაფერს და სულ არ აინტერესებს რამდენი ხარჯება სისულელეში გასტროენტეროლოგიაში და აი თავის ფულს რო დახარჯავს ესია მე ჩაყვება რა ამაში მეხარჯება ეს ფული რა უაზრობას რა რაღაცნაირად გასაწერიც არის რაში და როგორ უნდა მე გაიწერება აბარა რაღაცნაირად ახლა ის საკითხიც უნდა დაისვას რომ ჯანდაცვის სისტემაში ჯანდაცვის სისტემა რო აეწყოს, იქ ექიმის განათლებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, იქ ისიც რომ უნდა დაფინანსდეს ბევრი ინსტრუმენტული ლაბორატორიული კვლევები და ზოგადად მათი ხელმისაწვდომობა, ანუ არსებობს კვლევები, რომელიც საერთოდ არ არსებობს საქართველოში და არის არამქვეყნიურად მნიშვნელოვანი ყველანაირი პაციენტისთვის. ასევე უნდა გაიზარდოს, რა თქმა უნდა, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა, იმიტომ რომ რაღაცა ბიზნესებად არის ქცეული საქართველოში და ვახსენეთ კიდევაც ეგ, რომ უწევთ ადამიანებს, რომ რაღაცა თურქეთიდან ჩამოაყენონ. მანდ სახელმწიფო რას ვიზამდი, მე რო ვიყო სახელმწიფოს ის რომ ნახავდი რომ აი მაგალითად არის რაღაცა იშვიათი კვლევა რა რაღაცა მაგალითად ენდოსკოპიური ულტრაბგერა რომელიც ასე ამჭირდება ხას ყოველდღიურ პრაქტიკაში რა თვეში შეიძლება 2 პაციენტთან დავნიშნო. ეხლა თვეში 2 პაციენტთან რო შემიძლია დავნიშნო და 1 პაციენტთან რაღაცა მოთხოვნა და ექიმშიც ბევრ პაციენტთან მაქვს შეხება. ეხლა წარმოიდგინე ხა ეგ რო ვინმეს ასწავლო დანერგო, ანუ კვლევა და პროცედურა ხო ისეთია რომ ხა ასე თუ არ აკეთე ხა ჩვენ თეორეტიკოსად ვიდეო წიგს გადავშლი და იშვიათ რაღაცასაც გავხსენებ ერთ საღამოში თუ ჩაუჯდები არაა პრობლემა, მაგრამ ხელით რომ რაღაცას აკეთებ ხა ის უნდა აკეთო რა. ასე თუ არა გაქვს მოცულობა და ის საქმე თუ არა გაქვს, სულ რო გენიოსი იყო ის მე დავიწყდება, გიჩლუნდება ხელი ჩოები. ეხა იშვიათ პროცედურებს მაგიტომ არ წამს მე რომ რაღაცა რომ გამოხდება ვიღაცა და რაღაცა უიშვიათეს რაღაცას აკეთებს, მაგრამ ვერ გააკეთებს, იმიტომ რომ პაციენტთან ნაკადი არ ყავს გარანტირებული და შენ რომ რაღაცას ქაოტურად აკეთებ ორ თვეში ერთხელ, აგერ აკეთებს ჩვენს მეზობელ განვითარებულ ქვეყნებში, მაგალითად თურქეთში, ის ადამიანი რაღაცა კვირაში 100, ხო? და სახელმწიფო რო ვიყო, მაგას დავალაგებდი კარგად, რომ აი იშვიათ რაღაცეების აქ გაკეთებაზე ფულს არ დავხარჯავდი. ავარჩევდი ისეთ პარტნიორებს უცხოეთში, ახლო უცხოეთში, იგივე თურქეთში, რომ აზრიანად გამეშვა პაციენტი. ისე კი არა, რომ ფულის ჩასაყრელად და რაღაცა გასაღატაკებლად გამეშვა. აზრიანად რა გამიზრუნო და აი ამას ვერ ვაკეთებ რა, ჩემ ქვეყანაში არ მჭირდება ამ ხშირად. მოდი შენ როგორც იგივე აი ლაბორატორიაზე რო გადმოვიტანო რა, ეგ პრინციპი რენტაბელობის საკითხი მოქმედებს ყველაფერში ერთი და იგივეა რა. რაღაცა ანალიზი რო გჭირდება გაკეთება ლაბორატორია რო ხარ და თვეში ერთხელ ხო, გირჩევნი ეგ ანალიზი გააგზავნო იმას და ვინც აკეთებს კვირაში 1000 რა, ის უფრო ხარისხიანად გააკეთებს. ვიდრე შენ იწვალო და ანერგო რეა და უფრო ძვირად დაგიჯდება მაგარ ანალიზის გაკეთება ხარისხიანად რო გააკეთო და ამიტომ აგროვებ და ამიტომ არის არც ერთ ქვეყანაში ლაბორატორიაში არ არსებობს ლაბორატორია რომელიც აი ყველაფერს აკეთებს რა. იმიტომ რომ არის რაღაც თემები როგორც რაღაცა კლინიკების ინტერესია ხო და ის ვიღაცის ინტერესი რო არის ის ურჩევნია რომ დააგროვოს და გაუგზავნოს ყველა მიგ და ის რაღაცაშია დამხეცებული ეს რაღაცაში რა. კვლევაშიც ასეა რა, დიაგნოსტიკურ კვლევებშიც და ამიტომ ეგ სულ არა ტრაგედია რომ ყველაფერი არ კეთდება. უბრალოდ აი და გვაქვს შანსი მართლა სანამ კეთილგანწყობილი კიდევ ვინმე არის ჩვენ სამეზობლოში რა, რომ დაველაპარაკოთ, რაღაცა აზრიანად დავალაგოთ, მან მეორე უკიდურესობაში ვარდებით. იქ სამედიცინო ტურიზმი აუბედურებს ზოგჯერ ადამიანებს და მიდიან უაზროდ და მოდიან უაზროდ, იხარჯება კიდევ უფრო მეტი ფული და აი ეს უთავბოლობა არის გამოსწორებადია რა, ეგ უთავბოლობა არის გამოსწორებადი რა. საკანონმდებლო კუთხით შეიძლება ამის როგორღაც მოწესრიგება, ანუ თუ უფრო მეტად შიდა პოლიტიკის არის, კანონმდებლობა მოწესრიგოს შესაბამისად. კანონმდებელი არ გხავს თორე, როგორ არის შეიძლება გასო კი აბარა პრინციპში ახლა სუისებს ვსაუბრობთ რაღაც ჯანდაცვის სისტემაზე რაც გავაგრძელეთ და პრინციპში ექიმებზეც კი ვისაუბრეთ, მაგრამ აი ის რაღაც კონკრეტული პასუხისმგებლობები რაც უშუალოდ ექიმებს და ექიმის პატიოსან საქმიანობას აქვს, აი იმათ თუ შეიძლება გარდა იმისა რომ ჯანდაცვის სისტემა და იქ კვლევები და პაციენტთან მიდგომა და რაღაცები განათლებაში ჩაიდოს ფული, იქ აი საკანონმდებლო ცვლილებები თუ დაგვეხმარება რა და არა მხოლოდ რაღაც ბიზნესების ხელის შესაშლელად და რაღაც პასუხისმგებლობასაც შეზღუდავს რა. განვითარებულ ქვეყნებში მაგალითად ექიმს ძალიან ცოტა სივრცე აქვს რომ რამე გააფუჭოს რა. იმდენი რამე გაკონტროლებს, მიდი აბა გაბედე, ოდნავ ფეხი გადადგე. მაგიტომაც არის შე შემთხვევაში უინტერესო განვითარებულ ქვეყანაში მუშაობა ხოლმე ჭკვიანი ექიმებისთვის და მიდიან ხოლმე ჩვენერ ქვეყნებში ცოტა ასაკში რომ რაღაცა ცოტა მეტი იმპროვიზირების და რაღაცა ცოტა პროფესიული ინტერესი აქვს, თორე განვითარებულ ქვეყანაში ისე ხარ შეზღუდული რომ ასე აქ რასაც აკეთებს რაღაცა ვიღაცა ექიმი რიგითი იმაზე წამში ლიცენზიას დაკარგავს რა იქ რო გააკეთებს და წამში ერთი წუთი ვერ გაძლებს საერთოდ რა რომ იმუშაოს და ამიტომ აი კანონმდებლობა იმას და კარგად
ეგრად დაწყობილი სისტემა შარლატანებს ადგილს არ აძლევს. ეხლა აქ აბა დაჯდება ადამიანი, რამის ექსპერტს დაირქმევს და რისი ექსპერტიც გინდა გახტები, გინდა ChatGPT, Facebook-ი და მორჩა ხალზე წვდომა და გაიპიარებ შენ თავს და ახლა რაღაცა ვილსონის დაავადების ექსპერტი გახდით, თუ გინდა ხვალვე, სულ არ გქონდეს ერთი ციგნი წაკითხული რაღაცა და ამით პოზიციონირდი რა და მორჩა არავინ არ გამო ცნებებს შინაარსები გამოცლილი აქვს რა ანუ არა რაღაცა სახელი რაღაცას არ ნიშნავს რა სახელი არის დარჩენილი შინაარსის გარეშე და მაგიტომ ეგარგია მე აქ აზრი და იმ განვითარებულ ქვეყნებში მასე არ არის განვითარებულ ქვეყნებში ლაიქით და იმის მაყვალა ბებოს შექებით ვერ ხდება რა ექსპერტი რო არის მართლა იცი რომ ექსპერტი გახდა რაღაცა იცვალა ძალიან ბევრი რა ექსპერტი არის თელი ცხოვრების მანძილზე რა და ის იმას არ აქვს ფიზიკურ ხო რომც მოუნდეს იქ კორუფციული პრობლემები ახლა დასავლურ მედიცინაში ცოტა სხვა დონეზეა რა ასე დონეზე რომ ექიმს რაღაცა ფარმაცევტმა ჩამოუარა და რაღაცა 100 ლარი ჩაუჯიბა მე თვის ბოლოს ანუ ეგ მომსმარია მაგას სისტემა აკონტროლებს რა და ექიმის პასუხისმგებლობას ახლა დღეს სათხედავ რა დღეს ასეთ გარყვნილ გარემოში როგორც მედიცინაა და მაგას შეეჯახები აგერ როცა გზა და ასაკი უფრო მოგებატება და უფრო სამედიცინო ამბებში როცა შეხვალ ხო ყველა ვარიანტში ამასთან შეჯახება მოგიწევს ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას აი ხვალიდანვე მაგალითად როგორც მე ვნახე რა ამის გზა ხვალვე მე რო დავიწყო სიტყვაზე არა კეთილსინდისიერი ექიმობა კაჩული გამკონტროლებელი არ არის მართლა კაცო ჩემი სინდისის გარდა და ჩემი კლინიკის გარდა რომელიც პრიორიტეტია ამ თემას ანუ სხვა კლინიკაში ვიმუშავებ რა გადავარ კლინიკიდან სხვაგან ვიმუშავებ რომელსაც არაა პრიორიტეტი ხო და პირიქით მეტი კორუფციაა პრიორიტეტი და ვიქნები რა პირიქით შეიძლება უფრო მადლიერიც კი მყავდეს ვიღაცეები რა ერთი აზერბაიჯანელი ეს ახლა მარტო ჩვენი პრობლემა არ არის რა პოსტსაბჭოთა სივრცის პრობლემა ერთი აზერბაიჯანელი ექიმი გვიყვებოდა ადრე რა რომ ძალიან ისეთი რა ნორმალური ჭკვიანი კაცია და არის ჩაულებრივი რაღაცა პოსტსაბჭოთა ექიმი რა სინამ საქმეში და რო ჩავეძიეთ ერთხელ რაღაცა იმაზე რაღაც კონფერენციის მერე ვახშამზე თავიდანო სანამ ახალგაზრდა ვიყავი მეც ისე ვიყავიო რა რომ არ მინდა რა წამლის კეშბექის აღება წამლისგან ზედმეტი რაღაცეების დანიშნა მაგრამ მე რა ვნახე ოციო პაციენტიო რო გადიოდაო ჩემი ოთახიდანო ხო მაგინებდაო იმის გამო რომ ცოტა წამალი მქონდაო დანიშნული მე გული ამისრობდაო და წამლის დანიშნა იმასაც შევეყარიო და ესეც ბედნიერი იყო პაციენტიო და მეცო უთო რომ მე და დიდარი ვიყავი ეგ არის მარაზმი ხა ეგ საიდან მოდის ხა ეგ პრობლემა ხო ხვდებით რომ მრავალსრიანია მარტო ექიმის და კორუფციონერი ექიმის პრობლემა არ არის სხვა რაღაცეების პრობლემაც გამოდის ხო აი ეგეც რო ვახსენოთ ხო აი წეღანას თქვით რომ ძალიან ხშირად არის დაბალი ანაზღაურება ხო ამ ექიმებში მართალია ეს შეიძლება არ ამართლებდეს ამ ექიმებს რომ ამ გარიგებებზე და კლინიკებთან თუ კომპანიებთან სხვადასხვათან მიდიან ამ რაღაც გარიგებაზე მაგრამ მიზეზი არის ხო თავის ამ კუთხით მე მგონი მაინც ცოტა ჯობია რომ იცით რა თქვათ აი როცა ექიმი ურიგდება იგივე ფარმაცევტულ კომპანიებს იგივე თუნდაც კლინიკებს რომ აი ამ კვლევას დაუნიშნავ ექსტრად არ ჭირდება მაგრამ მე რა მოხდა აი ზიანი მან რა არის ფინანსური და იქ ჯანმრთელობის რა წამლის ჯანმრთელობის სადაც მე რეგიონს რომ ეხლა მაგ ყველაფრის ხარჯზე განადგურდა რა საქართველოს ანუ ეს არის რეფორმა რევოლუცია ამან მოსახდე ანუ ექიმი პაციენტი რო შემოდი შენთან და შენთანაც როცა შემოვა ხო by default გონი ხარ იმას უკვე რომ რაღაც ამ წამალში რაღაცა ფული დაგჭება იმ კვლევაში ფული დაგჭება და შენ გიწევს ამ ტურთვის ზიდვა რა სულ რო თეთრი არა იყო არაფერი გიწევს ამის ზიდვა რა ყველა ვარიანტში დობის პრობლემაა რა და ადრე მაგით ვამართლებდი სხვათა შორის რა იმიტომ რომ ახლა ბევრი თან სტუდენტი რო ვიყავ ვუყურებდი და ეს რაღაც ბევრი ლექტორას პიროვნულად მომწონდა მიყვა პატივს ვცემდი და ნუ თან ხედავდი რა ჩვენ თვალწიხდებოდა ეს ყველაფერი რა რომ ეს მოდიოდა და იმის თან background story ხო ვიცოდი რა ის ოჯახი და რაღაცა იმას სამსახური დაკარგა ის ციხეშია ის ვიღაცა ეს პატრონი და ამ შემდეგ რა და მე რო გავიდათ რომ მე ცოტა რაღაცაში რადიკალურები უნდა ვიყოთ იმ კუთხით კი არა რა ხა რაღაცა სისხლის გუბეები დავაყენოთ ახლა ქვეყანაში მაგრამ აი რაღაცა წითელი ზღვრები უნდა გქონდეს რა ის თუ ცოდოა რავი პაციენტი ხო უფრო ცოდოა იმიტომ რომ ამას პლუს დაავადება აქვს რა რაღაცა ფულიც არ აქვს და დაავადებაც აქვს თან იმას დაავადება მაინც არ აქვს ხო და ახლა მასე რა ვქნათ ახლა უფრო ცოდოა ვაჯიბრო რა იმას ანუ ეგ გამართული ანუ დაბალი შემოსავლის მოგვარება არის მისვლა დირექციასთან და ლაპარაკი რომ მინდა ჩემი ადეკვატური შემოსავალი რა და მაგაზე მე ძალიან ნერვები მეშლება ხოლმე რომ მე ჩემს დირექციასთან არსად არ მუშავია სხვაგან მაგიტომაც რა ვარ შვენივრად არც არასდროს არაეთიკური ლაპარაკი ჩემს კლინიკასთან არ ქონია რომ როგორც არის სხვა კლინიკებში რა უხშირეს ჩემ მეგობრებისგან ხო ვიცი ახლა ეს პრობლემა ეს ამდენი ანალიზი სიტყვას დამინიშნე ამდენი კვლევა გამისაღე ამდენი წამალი დანიშნე ანუ ასეთი ლაპარაკია ექიმებს შორის რა ანუ საშინელი რა
თვითონ პაციენტებიც ხო ხშირად მაგას ითხოვენ. რომ მაგალითად თუ არის უთასო პროგრამა თუ ეკუთვნის რომ რაღაც წამალიან ანალიზი წარმოდგენა ეგრე გონია რომ თუ მეწევას დაუნიშნავთ მედიკამენტი იქნება რა თქმა უნდა უფრო მეტად მოგვარდება განსაკუთრებით ან კი განსაკუთრებით რეგიონებში ვაწყდებს ხოჭორს მაგ პრობლემას რა რა ჩავდივარ იქ მაი მართლა მიწევს ძალიან ბევრი დროის დახარჯვა რომ აუხსნა პაციენტს რატო არ ჭირდება რაღაცა წამალი იმიტომ რომ ის პაციენტს მოდის იგივე მაინცეტი ახლა მოდის და ხედავ რომ სამამეზობელმა ამ დაავადებით ეს წამლები დალია ახლა შენ რო უნები რომ ის არ ჭირდება შენ უნდა უხსნა იხარ რა რატო იყო ის შეცდომა და რატო კიდევაც რომ ექიმა უცილებლად ეგ დრო დაუთმოს ერთხელ დაბინძურება მანდ ჩათვალეთ რომ არის აი დაბინძურება მთელი ცხოვრება მე ანუ ამ ლაპარაკის რიხი თუ დაეკარგება ექიმს მე მორჩა ის არ ვარგა რა არა იმისგან ვერაფერი ვერ გამოვიდა და თვითონ ხო ხშირად ხო პაციენტებშიც არის შემთხვევა რომ ექიმთან მაინც და მაინც მაშინ მიდიან როცა ძალიან უჭირ შეიძლება თუ ეკავენ მაგალითად ექიმს მანამდე ნაკითხი აქვს 1000 ადამიანისთვის და ვისაც წესთ კომპეტენტური და ვისთანაც უნდა მივიდიხარ პირველ რიგში იმასთან მიდიხარ ბოლოს იმიტომ რომ ეხ ხო უნდობლობითაა გამოწვეული აი ხარ ასე ლაპარაკობ ნდობა დაყარებს ის ექიმი ვინც შეიძლება მართლა წესიერ იყოს ვინც მართლა ძალიან კარგად გიხმაროს ისიც ცოტა გამოდის მე ხო საბოლოო ჯამში. ცოტა არის. ცოტა არის საკმარისი რაოდენობით არის ახლა ექიმების დეფიციტის გამო ჩვენ პრობლემები არ უნდა გქონდეს. საკმარისი მეტი ექიმიც კი ყავს რა. უბრალოდ აზრიანად უნდა გამოვიყენოთ რომ რაღაც რამდენიმე 10,000 ექიმია, მაგდენი ექიმი არც ჭირდება იმას რა ქვია, პატარა ქვეყანას 3 მილიონიანს, რომელიც არა ვართ განსაკუთრებულად ისინი რა ქვია, არც ავადმყოფები, არც რაღაცა განსაკუთრებული არ გჭირს რა. მიუხედავად ამ ჯანდაცვის სისტემის უსისტემობისა, ფინანსური გაჭირვებისა, გადატანილი ომებისა, რაღაცა ნაგავი ჰაერისა და 1000 საშინელებისა, მაინც ძალიან დიდი გვარში ყოველს ყავს ვიღაცა დღეგძელი, ვინც გადააცილა 100 წელს გადაცდა და ამავდროულად ხო რა, აქ ბევრი ჩარევა არც გჭირდება გარედან. სწორი, ანუ ზედმეტი მოქმედებები რომ მოვაცილოთ, კიდე უფრო გაიზრდება სიზუსტეობა იგრევე რა, არ დაჭირდება არაფერი. ჯობა, კიდე ერთ საკითხს გვინდა რომ შევეხოთ რაღაცნაირად, შედარებით უფრო მოკლედ ალბათ, მაინც რაღაცნაირად ყველა პრობლემა ისე გამოიკვეთა რომ ერთმანეთს ებმის, სახელმწიფო იქ ჯანდაცვა იქ ექიმი, ერთი დიდი ჯაჭვია მაგრამ. ერთი დიდი ჯაჭვია და რაღაცნაირად არ გვაქვს უფლება რომ ქვეყანაში ძალიან ახლო წარსულში განვითარებული მომენტიდან გამომდინარე არ შევეხოთ კიდევ ერთ არაპატიოსან საქმეს რაც ხდებოდა. ნუ ქვეყანა არის ძალიან დიდი ბრძოლაში და ბევრი დემონსტრაცია ვნახეთ, ბევრი ძალადობა და აღმოჩნდა რომ შეიქმნა პრობლემა ზოგადად ამ დაშავებული ადამიანების სტატისტიკის შექმნის, იმის ცოდნის, ვინ დაშავდა, რამდენად დაშავდა. რა შეიქმნა პრობლემა თქვენი აზრით? არაწყობს სახელმწიფოს რომ ეგ გავრცელდეს რა. სახელმწიფოსთან შეკრულ ვიღაცა კლინიკებს, რომლებიც არიან სახელმწიფო ფულზე დამწარი, რომელიც არიან მესიჯს ავრცელებს ის. პრობლემა არის კეთილსინდისიერება რა, ძალიან მარტივია. და უსაფუძვლო შიშები, მან შიში როგორი ამბავე, იცი? შეიძლება ასე არც არავინ არ გავალებს, რომ რაღაცა მონაცემი არ თქვა. თვითონ ადამიანს თვითონ იმპროვიზირებს ხოლმე მე რომ მოდი ეს რაღაცას არ უიტყვი ზედმეტ პრობლემა არ შეექმნა ჩემს უფროსობას და ასე. ანუ ანგარიში ვალდებული როცა ხარ პატრონთან, ხო პატრონთან ხარ, რა ხალხთან აღარ ხარ ანგარიში ვალდებული და იმ პატრონს ვცდილობ რომ მე ყველანაირად არ აწყენინო და როცა იგძნობ რომ არა რა მოდი მე ხალხთან ვარ პასუხისმგებელი და არა ვარ იმასთან რა ვიღაცა ვინც რაღაცა იმიდან მირეკავს, მაგრამ ვერ იგძნობ მაგას იმიტომ რომ ფული თუ გა კორუფციით ნაშოვნი რაღაცეებზე თუ ხარ წასული რაც არ უნდა წასულიყავი ხო? ეხლა მე სხვასთან ხარ ანგარიში ვალდებული ჩემთან ვერ ახარ რა იმასთან ეს ალბათ უნდა ეს კითხვაც უნდა დაისვას რომ აი როგორ ფიქრობთ მაინც რატო არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი რომ მართლა რეალური წარმოდგენა გქონოთ და რა მოხდა ამ პროცესებში ანუ ძალიან ელემენტარულია 10 დღე და უფრო მეტი რაც ვიცით ახლა ბოლო მონაცემებით ადამიანებს არბევენ და გვაინტერესებს რამდენი უბრალოდ რა არც ექიმს არც არავის სახელით არ ვლაპარაკობ უბრალოდ ინტერესებს აქვს რამდენი დაზიანდა ნეტა რა სახის დაზიანებები ქონდა რა სიმძიმის დაზიანებები ქონდა და დასკვნებს მე გავაკეთებ რო ვიცოდეთ რომ რაღაცა 10,000 კაცი დაზიანდა ხო სხვანაირი აზრები გვიელავს გონებაში რო ვიცით რომ რაღაცა 20 კაცი დაზიანდა ხო სხვა აზრები გაგვიელავს 20 რანაირად იყო გააყალბა მონაცემი რაღაცები რო ვიცით რომ სიტყვაზე 60 წელს გადაცილებული დაზიანდა 100% ხო სხვა დასკვნებს გამოვიტანთ და რო ვიცით რომ თინეიჯერი დაზიანდა ყველა სხვა დასკვნებს გამოვიტანთ ანუ მონაცემები რო გვედება მე ამაზე წავა დისკუსია რაღაცეები გავთორე იმას რას გამოვასწორებთ ეხლა იმას რაც მოხდა ეხლა იმას ვერ ვიზამთ მაგრამ
რაღაცა გვექნება რა, შესაძლებელი გვექნება. ხვალდაზე რო იგივე მოხდება, მე გვეწოდება რაღაცა გვექნება, რომ აი ეს სტანდარტია რა, რომ ამ დროს აი ასე და აზია, ამდენი ექიმი იყო, ამდენი რაღაცა დაჭერილი ეს იყო ვიღა სტუდენტი, ვიღაცა სხვა და გვეწოდება რომ მომავალში რო მოხდება რაღაცა შევადარებთ. ასე ვადარებთ ახლა სადღეგრძელოებს რა, მეც არაფერს რომ იმ დროს ეს ასე იყო, ის ასე იყო და არაფერზე დაფუძნებულ რაღაცებს და მასე ვერთა მასე დისკუსია არის ხდება ახლა, მასე ვერც მართლმსაჯულობა ვერც ხო რა, იგივე არც არის ეს რეალური ინფორმაცია სიტყვაზე ვამბობ რა, ასეთი რაღაც ამდენ ლაპარაკად რო ღირდეს, ხო? რა ვიცით? არ ვიცით. იმასე არის. ხო. აი ნენელა ალბათ შეგვიძლია კიდევაც რომ ბოლოსკენ წავიდეთ და აი ძალიან მოკლედ თუ შეგიძლიათ ისეთ საკითხებს ვილაპარაკოთ, რაც მაგალითად არ განგვიხილავს აქამდე და გონიათ რომ მნიშვნელოვანია. ძალიან მოკლედ თუ თუ ამ შესაძლებლობა გაქვთ ხო? ან რაღაცნაირად მარტო შეგვიძლია შევაჯამო. მე მაინც მგონია რომ რაღაცა ყველა პრობლემა ერთმანეთთან იყო კავშირში, ყველგან მაინც ძირითადი კონტურები ისევ ერთი და იგივე რაღაცების გარშემო იკვეთებოდა. რაღაცნაირად მგონია რომ იდეაში მე მინდა სახელმწიფომაც ექიმაც ყველამ პატიოსთა შრომა უნდა ისწავლოს რაღაცნაირად რა. ექიმები თუ გეყოლებათ ამ პოდკასტში რა და იმედი მაქვს რომ გეყოლებათ, მიუხედავად იმისა რომ ლაპარაკი უყვართ თუ არ უყვართ, აი იმაზე რა ქვია ნაბახუსევზე როგორ გამოვიდეთ და რა ვჭამოთ მაგ თემაზე მეტად მინდა რომ აი ამაზე ალაპარაკოთ რა. პრობლემა ბევრად უფრო მეტია და რეალურად ამაიღებს ფულს, როგორ იღებს ექიმი, როგორ იპარავს, როგორ არ მოიპარავს და ამ შემდეგ რა. აი ეგ იქნება კარგი ვიდრე ის რა, რაღაცა სახელმწიფო სუფრა როგორ მოვინილოთ რა. საინტერესო არა. ძალიან საინტერესო იყო ჩემი აზრით. მადლობა თქვენ რა. შეგნიდან უკვე ჩავიხედეთ თითქოს საინტერესო დიალოგი. ვეფშიდავებით ჩვენს ფენებსაც, გამოგვიწერეთ აუცილებლად და გოლაიქეთ, გაგვიზიარეთ თქვენი აზრი ამ ყველაფერთან დაკავშირებით და მომავალ შეხვედრამდე. მადლობა.